ასეთი ნეიტრალური, მართლა არ ვიცი თუ ყოფილა როდესმე წიგნის მიმართ. ანუ იმდენად ვერაფერ მაიმოქმედა, რომ აი ნერვებიც კი არ მეშლებოდა, რასაც ვკითხულობდი იმაზე. მახსოვს რაღაც მომენტში ესე ავიღე Kindle, რომ მეთქი აი ორ თავს წავიკითხავ და მე საქმეებს მივხედავ და სანამ არ დავამთავრე წიგნი ვერ ავდექი. და მოკლედ ვიყავი შოკში, რომ მეთქი რანაირად დავიმახსოვრო ახლა ეს ხალხი და ვინ არის როგორ გავარჩიო. ესე იგი ეს ორი ადამიანი სამჯერ დაქორწინდა ერთმანეთზე. ორჯერ გაშორდნენ. ნუ ბოლოს ერთად დარჩნენ. ეს წიგნი ჩემს გეგმაში არ იყო, მაგრამ ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ გამოვიდა სერიალი Off Campus, რომელიც არის ამ წიგნის ეკრანიზაცია და მოკლედ ამ სერიალზე არის ატეხილი ერთი ამბავი. მოგესალმებით და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გავაკეთო მაისში წაკითხული წიგნების შეჯამება. უწყრფელად რომ ვაღიარო, მაისში ცოტათი შევყევი მსუბუქ და გასართობ წიგნებს. მაგრამ ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, წინა თვე ცოტა რთული იყო ჩემთვის ემოციურად. ძიმე წიგნები წავიკითხე ზედიზედ და გადავწყვიტე რომ მოკლედ მაისი შედარებით მსუბუქი ყოფილიყო ჩემთვის. და აქვე ისიც უნდა ვაღიარო რომ რეალურად არ შემიძლია მხოლოდ მსუბუქი წიგნების კითხვა ზედიზედ. აუცილებლად მჭირდება ხოლმე რომ თუ ასე მსუბუქ წიგნებს გადავაბა, შემდეგ რაღაც ისეთი ღირებული და დამაფიქრებელი წიგნი წავიკითხო ხოლმე რომ თავი კარგად ვიგრძნო. მიყვარს როდესაც ერთმანეთში ვურევ ხოლმე შუალედებში რომ ამოვისუნთქო და კითხვის პროცესი ასე უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის. ამ თვეში წავიკითხე 6 წიგნი, ნამდვილად საინტერესო თვე გამომივიდა და ამ 6-დან მხოლოდ ერთს დავუწერე 5 ვარსკვლავი. ახლა კი მოდი გადავიდეთ განხილვაზე, გაგიზიარებთ თუ რაზეა თითოეული მათგანი, სპოილერების გარეშე, რა თქმა უნდა, და ასევე გეტყვით თუ რამდენი ვარსკვლავი დაუწერე თითოეულ მათგანს 5-დან. დავიწყოთ. პირველი წიგნი არის ლის სტონფორდის In Her Own League. სიუჟეტი ვითარდება ბეისბოლის გუნდის გარშემო და მთავარი პერსონაჟები არიან ამ გუნდის მწვრთნელი ემეტი და გუნდის ახალი მფლობელი ქალი, რომლის სახელია რისი. საკმაოდ განსხვავებული მიდგომა აქვთ ემეტს და რის გუნდის მიმართ. ემეტისთვის ეს არის ოჯახი და საკმაოდ არაფორმალური ურთიერთობა აქვს გუნდის წევრებთან, ხოლო რისი ამ ყველაფერს უყურებს როგორც ბიზნესს და ემეტისგან განსხვავებით მისი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო ხისტი და მკაცრია. ასე რომ დაძაბულობით იწყება მათი ურთიერთობა, ვერ თანხმდებიან მიდგომებზე, რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა რაც დრო გადის, ისინი უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და გარკვეული გრძნობებიც იბადება მათ შორის. თუმცა რა თქმა უნდა დაუშვებელია რომ გუნდის მწვრთნელს რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს გუნდის მფლობელთან და მათ უწევთ რომ გარკვეული საზღვრები დაიცვან. მაგრამ შეძლებენ კი ისინი ამ გრძნობებთან გამკლავებას. მოკლედ, აი ამაზეა ეს წიგნი. ახლა მოდი გადავიდეთ ჩემს აზრზე. პირველი, ძალიან გავერთე ამ წიგნის კითხვის დროს. უზომოდ კარგი წასაკითხი იყო, ისე სწრაფად წავიკითხე, რომ მართლა ვერც გავიგე. იყო კარგი მომენტები, მაგრამ მთავარი პრობლემა რაც მაქვს ამ წიგნთან არის შემდეგი. რისი არის 35 წლის და ემეტი 45-ის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც მოლოდინი, რომ ეს პერსონაჟები უკვე ზრდასრულები არიან და შესაბამისადაც უნდა მოიქცნენ. ორივე მათგანი იქცეოდა თინეიჯერივით. და მათ გარშემო ვინც იყვნენ, ისინიც იქცეოდნენ თინეიჯერებივით. იყო სრულიად არასაჭირო დრამები, აი ესეთი რომ ვერ ხვდებოდი რატო იქცეოდნენ ეგრე, არანაირი მიზეზიც არ ჰქონდათ რეალურად რომ ეგრე მოქცეულიყვნენ და ვფიქრობ ხო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნამდვილად იყო ასაკთან შეუსაბამო ქცევა. ანუ საბოლოო ჯამში გავერთე, ძალიან მარტივი წასაკითხი იყო და შეფასებას რაც შეეხება დავუწერე 3 ვარსკვლავი. არ ვიცი რამდენად გირჩიოთ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი, დიდად არ მომეწონა მე პირადად, მაგრამ თუ რამე ძალიან მსუბუქს და მარტივს ეძებთ, მაშინ შეიძლება. შემდეგი წიგნი არის ელი ჰეიზელვუდის Deep End. ეს წიგნი მართლა უხერხულია. ყავს თავი პერსონაჟები, ლუკასი, რომელიც არის მოცურავე და სკარლეტი, რომლის მიმართულებაც არის წყალში ხტომა. სკარლეტი ერთ-ერთი ნახტომის შესრულებისას მიიღებს ტრამვას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მისი სხეული სრულიად აღდგენილია, მაინც ჩარჩენილი აქვს შიში და იგივე ილეთს ვეღარ იმეორებს. შესაბამისად, ერთ-ერთი ხაზი, რაც ამ წიგნს მიუყვება, არის ის თუ როგორ ამუშავებს სკარლეტი ამ ტრამვას ფსიქოლოგთან. და ყავს ლუკასი, რომელიც არის ძალიან წარმატებული მოცურავე, იღებს არაერთ მედალს და საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს სამომავლოდ. ეს ორი ადამიანი საკმაოდ უცნაურად იკვეთება, ერთმანეთი ძალიან იზიდავთ და გადაწყვეტენ რომ ქონდეთ უბრალოდ ფიზიკური ურთიერთობა. აი მე ასეთი ნეიტრალური, მართლა არ ვიცი თუ ყოფილა როდესმე წიგნის მიმართ. ანუ იმდენად ვერაფერ მაიმოქმედა, რომ აი ნერვებიც კი არ მეშლებოდა, რასაც ვკითხულობდი იმაზე. არადა იყო ნერვებ მოსაშლელი ეპიზოდები არაერთი.
რაც მოყევი ხო არის თითქოს რაღაც აი ამათი ურთიერთობა შეიძლება იყოს საინტერესო, ამ გოგოს ტრავმა შეიძლება იყოს საინტერესო. არაფერი. ეს წიგნი არის 500 გვერდამდე და აი პირველი 100 გვერდი რაც ხდებოდა, ზუსტად იგივე იყო დანარჩენი 400 გვერდიც. ანუ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთი და იგივე ისტორია წავიკითხე 5 ჯერ. არ ვიცი რის თქმა უნდა ავტორს, არ ვიცი. საერთოდ ეს წიგნი არ ვიცი. აი არაფრის მომცემი ისტორია იყო პირადად ჩემთვის. ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ აუცილებლად უნდა დავიწყო წიგნების შეწყვეტა, როცა არ მაინტერესებს. შეფასებას რაც შეეხება, დავუწერე 2 ვარსკვლავი. ერთადერთი მიზეზი ამ 2 ვარსკვლავისა არის ის, რომ აი რაღაც კარგი მოვლენებიც მოხდა. და ეგეც რომ არ ყოფილიყო, დავუწერდი 1-ს. სხვათა შორის არ მახსოვს, ბოლოს როდის დავუწერე წიგნს 1 ვარსკვლავი. წელს ნამდვილად არა და მე მგონი არც შარშან. ამას ჰქონდა შანსი, მაგრამ გადარჩა. ასე რომ არ წაიკითხოთ ეს წიგნი. შემდეგი წიგნი არის ელის ფინის My Husband's Wife. ეს წიგნი ჩემმა მეგობარმა არჩია წიგნის კლუბისთვის და რაც შეეხება სიუჟეტს. საღამოს ქალი გადის სარბენად და როდესაც სახლში ბრუნდება, კარს უღებს უცხო ქალი, რომელიც ეუბნება, რომ არის მისი ქმრის ცოლი. და ამის პარალელურად ყავს სხვა პერსონაჟი ქალი, რომელსაც ექიმები უსვამენ ძალიან მძიმე დიაგნოზს და ის მოულოდნელად იღებს სახლს მემკვიდრეობით ბებიისგან. ნელ-ნელა ირკვევა, რომ ეს სახლი ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. ალბათ ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი წიგნი იყო, რაც კი წამიკითხავს. მახსოვს რაღაც მომენტში ესე ავიღე Kindle, რომ მეთქი აი 2 თავს წავიკითხავ და მე საქმეებს მივხედავ და სანამ არ დავამთავრე წიგნი ვერ ავდექი. ასე რომ ეს ნაწილი ამ წიგნის იყო იდეალური. ახლა მოდი ვისაუბროთ ამ წიგნის მეორე მხარეზე. თითოეული თავი თავდებოდა plot twist-ით. თავიდან კი მომეწონა ეგ, რომ მეთქი ვა რა მაგარია, მაგრამ ხალხო ტვინი ამით უხდა? ანუ თავი მткиოდა მართლა ამდენი plot twist-ისგან და ამდენი ჩახლართულობისგან და აი რაღაც პერიოდის მერე უკვე ვიეჭვე, რომ შანსი არ ქონდა ავტორს, რომ აი აქედან გამომძვრალიყო. იმდენად გადახლართა ეს ყველაფერი, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ შემდეგ მოეცა ამ ყველაფრის ლოგიკური ახსნა. ამიტომ საბოლოოდ ამ წიგნმა მიიღო ჩემგან 3 ვარსკვლავი. არადა ქონდა უზომოდ დიდი პოტენციალი ამ წიგნს, რომ ყოფილიყო ძალიან კარგი თრილერი. გონია, რომ აი ავტორმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა ისეთ წიგნს დავწერო, აი ყოველი თავის მერე ჩემი მკითხველი შოქში იყოს. და კი ვიყავი შოქში, მაგრამ მე მაგ ყველაფერს ახსნა ხო უნდოდა. რეკომენდაციას რაც შეეხება, ამ წიგნს გირჩევდით იმ შემთხვევაში, თუ ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ ვერაფერს ვერ კითხულობთ. ეს წიგნი მოკლედ დაგიბრუნებთ ისევ კითხვის სურვილს. შემდეგი წიგნი არის Matthew McConaughey's Green Lights. ეს არის მემუარი, სადაც მეთიო გვიყვება ისტორიებს თავისი ოჯახის, თავგადასავლების და კარიერის შესახებ. ის გვიყვება თავის მშობლებზე, რომლებსაც ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ. ესე იგი, ეს 2 ადამიანი 3ჯერ დაქორწინდა ერთმანეთზე. 2ჯერ გაშორდნენ. ბოლოს ერთად დარჩნენ. გარდა ამ ოჯახური ურთიერთობებისა, გვიყვება თავის თავგადასავლებზე, ის ავსტრალიაში იყო წასული 1 წლით და ძალიან უცნაურ ოჯახში მოუწია ცხოვრება. შემდეგ ვიგებთ თუ როგორ გახდა ის მსახიობი და ძალიან საინტერესო გზა გაიარა მან ამ პროფესიის არჩევამდე. და შემდეგ ვიყვება კარიერულ გარდატეხაზე, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა ეთამაშა რომანტიკულ კომედიებში. 2 წლის განმავლობაში მან ყველა მსგავს წინადადებაზე უარი თქვა და საბოლოოდ ის ვიხილეთ ისეთ ნამუშევრებში, როგორიც არის ინტერსტელარი და როგორიც არის ნამდვილი დეტექტივი. ასე რომ ხედავთ, რამდენად რთული და რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მეთიუმ ამ პერიოდში. მე მეთიუ მაკონაჰი ძალიან მომწონს როგორც მსახიობი, აი სწორედ ინტერსტელარში და ნამდვილ დეტექტივში აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშით. თუმცა მანამდეც მიყვარდა მისი ფილმები, სწორედ ეს რომანტიკული კომედიები, როგორიც არის მაგალითად ქორწილების ორგანიზატორი ან როგორ მოიშორო თაყვანისმცემელი 10 დღეში. დღემდე ვგიჟდები ამ ფილმებზე და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ. რაც შეეხება ამ წიგნს, ის ფიზიკურად არ წამიკითხავს, მქონდა აუდიო წიგნი და მოვისმინე. რა თქმა უნდა, თვითონ მეთიუს აქვს ჩაწერილი ეს აუდიო წიგნი და ეს იყო მართლაც საუკეთესო პერფორმანსი. ძალიან საინტერესოდ ყვება ამ თავის ისტორიებს, ჩანს მისი ემოციებიც, ასევე აი ვინც კი ახსენა მის გარშემო ეს ადამიანები, ყველას აქცენტი თუ ხასიათი, აი ყველაფერი ჩანდა ამ ჩანაწერში და მოსასმენად იყო ძალიან სასიამოვნო და ძალიან გავერთე. მაგრამ რაც მე მაინტერესებდა და რაც ძალიან დამაკლდა ამ წიგნში იყო გულწრფელობა. ბევრი ისეთი სიტუაცია გამოიარა, აი თუნდაც მარტო მშობლების საკითხი რო აიღო ხო, ანუ ეგეთ ტოქსიკურ ოჯახში რომ გიწევს ყოფნა, როცა ესე მუდმივად შორდებიან და მე ისე ქორწინდებიან და ასე შემდეგ.
ფიქრობ საინტერესო იქნებოდა ის, რომ გაემხილა გულწრფელად რას ფიქრობდა ამ ყველაფრის მიმართ. თითქოს რაღაცნაირად შეალამაზა ეს ყველაფერი, რაღაცნაირად თავისი ტრამვები დაფარა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს რაღაც როლს თამაშობდა აქაც. ძალიან კარგად, მაგრამ თვითონ მეთიუ ასე ვთქვათ ამ ყველაფერში ვერ დავინახე. და ჩემთვის ცოტა იდეა იკარგება მაგ შემთხვევაში, თუ გულწრფელი არ ხარ, მაშინ რისთვის წერ ამ მემუარს. საბოლოო ჯამში ამ წიგნს დაუწერე 3 ვარსკვლავი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუდიო წიგნი იყო მართლაც საოცრება, ძალიან კარგი მოსასმენი იყო და იმ შემთხვევაში გირჩევთ ამ წიგნს, თუ უბრალოდ ზოგადი ფაქტები გაინტერესებთ მეთიუს ცხოვრების შესახებ. სანამ შემდეგ წიგნს განახებთ, გეტყვით, რომ როგორც ხედავთ, მაისი შეფასებების კუთხით საკმაოდ სევდიანად მიმდინარეობდა. მინდოდა რომ რაღაც კარგი გასართობი თვე მქონოდა, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე ისეთი წიგნი, რომელიც მართლა მომეწონებოდა, უკვე მივხვდი, რომ მჭირდებოდა რაღაც ღირებული, რომელთაც ძალიან ვისიამოვნებდი. და შემდეგი წიგნი არის გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი. ამ წიგნის კითხვა ჩემთვის იყო მართლა თავგადასავალი და მინდა რომ გაგიზიაროთ, როგორ დავიწყე, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი და როგორ დასრულდა. სიუჟეტზე ბევრს ვერაფერს მოგიყვებით რეალურად, ვისაც საკითხული გაქვთ, მიხვდებით რატომაც. მთავარი პერსონაჟი არის დომენიკო და მათ ოჯახში ხვდება ლტოლვილი, რომელიც დომენიკოს უყვება ძალიან საინტერესო ისტორიებს. დომენიკო იგებს, რომ ლტოლვილს აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება გავლილი, აქვს ძალიან ბევრი რამ ნანახი, იცნობს ძალიან ბევრ ადამიანს. ამ დროს კი დომენიკოს რეალურად არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გააჩნია და სწორედ ამ ისტორიებით აღფრთოვანებული გადაწყვეტს, რომ დატოვოს სახლი. და იწყება დომენიკოს ისტორია. ძალიან საინტერესოდ დაიწყო წიგნი ნამდვილად, საინტერესო პერსონაჟები შემოიყვანა მწერალმა. საკმაოდ ნელა ვითარდება სიუჟეტი და როგორც ვიცი, სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი მკითხველი დანებდა და შეწყვიტა კითხვა. მე რაც შემეხება, მქონდა ის დაბნეულობის და გაურკვევლობის მომენტი, რაღაცნაირად ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ თითქოს ერთ წრეზე ვტრიალებდი და აქვე დავამატებ, რომ არის რაღაც მონაკვეთი, როცა შემოდის ერთდროულად უამრავი პერსონაჟი. და გარდა ამისა, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრია ეს პერსონაჟი, მინდა წაგიკითხოთ სახელები. ტულიო, სილიო, ანტონიო, ვინსენტე, ჯუსეპე, ალექსანდრო, არტურო, ჯანჯაკომო, ჯულია, როზინა, სილვია, ანა მარია, კონჩეტინა, დუილიო, რინალდო, პატრიცია, ლაურა და კიდევ მეტი. ეხლა ბოლომდე მართლა კიდე არ წაგიკითხავთ. და მოკლედ ვიყავი შოქში, რომ მეთქი რანაირად დავიმახსოვრო ახლა ეს ხალხი და ვინ არის როგორ გავარჩიო. რაღაც პერიოდის მერე უბრალოდ მივყევი პროცესს, მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა ყოველ წუთს წინა გვერდებზე გადამეფურცლა და რაღაცნაირად მოკლედ ის ეწერს ეს ავტორი, რომ ვინც საჭიროა აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. და გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი ძალიან ნელა მიმდინარეობდა, შუალედებში იყო პატარ-პატარა ძალიან საინტერესო ისტორიები. და ეს პატარ-პატარა ისტორიები სხვათა შორის ძალიან ჩამრჩა და მგონია, რომ მართლა ყოველთვის მემახსოვრება. ახლა რეალურად რა ხდება? მოკლედ, ამ წიგნში არის 663 გვერდი და რომ არ მოგატყუოთ, ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო 452 გვერდიდან. ამ 452 გვერდამდე მისვლა მართლა არ იყო მარტივი. საკუთარ თავში ეჭვი შევიტანე, რომ მეთქი რაღაც მე ვერ ვიგებ ეთყობა, ან ჩემთან ვერ მოდის ემოციურად, ან არ ვიცი, მაგრამ არ დავნებდი. ამ 450 გვერდის შემდეგ ისეთი ამბავი იწყება, ისეთი პერსონაჟები შემოყავს ავტორს და უბრალოდ ისეთი საოცარი ისტორია, რომ ყველა გვერდი და ყველა სიტყვა ღირდა, რაც იქამდე მიმიყვანდა. უბრალოდ საოცრება იყო მართლა ეს ბოლო ნაწილი. იმდენად სწრაფად მიდიოდა აქ სიუჟეტი, რომ შოქში ვიყავი, რომ მეთქი რანაირად, მთელი წიგნი რაღაც ნელა-ნელა და ბოლოს იმდენი რაღაც მოხდა ერთდროულად, რომ გაგიჟებული ვიყავი. ისეთი მომენტები მქონდა, რომ შუალედში ვჩერდებოდი, რომ მეთქი ეს რა წავიკითხე. არ ვიცი მართლა, აღფრთოვანებული ვარ ამ წიგნით. ამ ბოლო ნაწილმა მოკლედ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის და კი, იყო მანამდეც რაღაც მონაკვეთები, რაც მომეწონა, მაგრამ იყო ასევე ცოტა მოსაწყენი და გაწელილი ეპიზოდებიც. საბოლოოდ ამ წიგნს დავუწერე 5 ვარსკვლავი. ასე ღიად იმიტომ ვსაუბრობ რა მომეწონა და რა არ მომეწონა წიგნში, რომ ვიცი რომ ზუსტად იგივე გზა გაიარა ძალიან ბევრმა მკითხველმა და ძალიან ბევრმა თავი დაანება ამ წიგნს ამ მიზეზების გამო, რომ ცოტა მოსაწყენი მოეჩვენა, მაგრამ არ ვიცი, თუ ჩემი ვიდეო ცოტათი მაინც დაგაიმედებთ, არ დანებდეთ და გთხოვთ რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს წიგნი. ეს ის წიგნია, რომელსაც ინანებთ, რომ ბოლომდე არ წაიკითხეთ. საოცრად წერს დოჩანაშვილი, რაღაც მონაკვეთები მოვინიშნე, რა თქმა უნდა, რადგან შეუდარებელია მისი წერის სტილი. ასე რომ ამ წიგნს რა თქმა უნდა ყველას გირჩევთ. ფიქრობ, რომ თუ სწორი წარმოდგენა გექნებათ იმისა თუ რა გელოდებათ, აუცილებლად ისიამოვნებთ. და ბოლო წიგნი არის ელ კენედის
The Deal. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის გარეტი, ის არის ჰოკეის გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთ საგანში გარეტი მიიღებს ძალიან დაბალ ქულას. აუცილებელია რომ შემდეგ ჯერზე ეს ტესტი მან კარგად დაწეროს და კარგად ჩააბაროს, რადგან თუ ისევ დაბალ ქულას მიიღებს, მოუწევს რომ გუნდი დატოვოს. და არის მეორე პერსონაჟი ჰანა, რომელმაც ამ საგანში მიიღო უმაღლესი ქულა. საბოლოოდ ჰანა და გარეტი დებენ გარიგებას. ჰანა მას ეხმარება ამ საგნის სწავლაში, ხოლო გარეტი ეხმარება ჰანას, რომ თავი მოაწონოს ერთ ბიჭს. გარეტი არის ძალიან პოპულარული და ნებისმიერი გოგო, რომელიც მის გვერდით არის, მაშინვე ექცევა ყურადღების ცენტრში და ამიტომაც გარეტი გადაწყვეტს, რომ თავი გაასაღოს ჰანას შეყვარებულად, რომ ამ ბიჭის ყურადღებაც მიიქციონ. ეს წიგნი ჩემს გეგმაში არ იყო, მაგრამ ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ გამოვიდა სერიალი Off Campus, რომელიც არის ამ წიგნის ეკრანიზაცია და მოკლედ ამ სერიალზე არის ატეხილი ერთი ამბავი. ამიტომაც გადავწყვეტე, რომ სწრაფად წამეკითხა ეს წიგნი და შემდეგ მენახა სერიალი. რაც შეეხება წიგნს, გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გავერთე კითხვისას, ისეთი მარტივი და მსუბუქი საკითხავია. იყო რაღაც ძალიან საყვარელი მომენტები, მაგრამ იყო რაღაც მონაკვეთები, რომლებიც უბრალოდ არ მომეწონა. ანუ რაღაც სიუჟეტური ხაზები პირადად ჩემთვის კარგი არ იყო. და საბოლოო ჯამში გავერთე და წიგნს დაუწერე 3.5 ვარსკვლავი. შემდეგ ვნახე სერიალი. ვერ ვიტყვი რომ ყველა სცენაზე გავგიჟდი და გადავირიე მეთქი, აქაც იყო რაღაც მომენტები, რომლებიც უბრალოდ არ იყო საჭირო ჩემი აზრით, მაგრამ ბევრი რამ შეცვალეს სიუჟეტურად, რაც ფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო, ანუ ყველა ცვლილების მომხრე ვიყავი, რაც სერიალში შეიტანეს და ყავდათ ძალიან კარგი კასტი. ნამდვილად, ანუ ეს ამბავი, რაც არის ატეხილი ამ კასტზე, ვეთანხმები, ძალიან მომეწონა, კარგად ითამაშეს და მთლიანობაში მოკლედ სერიალი ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ეს ის შემთხვევა, როცა ჩემთვის პირადად ეკრანიზაცია ჯობდა წიგნს. საბოლოო ჯამში გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, მით უმეტეს თუ სერიალის ნახვას აპირებთ. გაერთობით, თან საინტერესო იქნება იმის შედარება, რა როგორ განვითარდა წიგნში და როგორ შეცვალეს ეს ყველაფერი სერიალში. და ახლა მიმდინარეობს მეორე სეზონის გადაღებაც. ამ სერიაში საკმაოდ ბევრი წიგნია, მე მგონი 4 თუ 5 და რომ მოახლოვდება მეორე სეზონი, შემდეგ გადავალ უკვე დანარჩენ წიგნებზეც. და ესეც ასე მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. მიხარია რომ ამ მსუბუქი წიგნების ფონზე მოახერხე და სამოსელი პირველიც წავიკითხე, ამ წიგნმა გადაარჩინა ჩემი მაისი. გამიხარდება რა თქმა უნდა თუ გამიზიარებს თქვენ რა წიგნები წაიკითხეთ მაისში და რომელი მათგანი მოგეწონათ ყველაზე მეტად. როგორც ყოველთვის თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ და ასევე თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დროებით!